ჩემი ხმა ისმის? საუბრობ თანასწორობაზე, მრავალფეროვნებაზე, ჩემს უფლებებზე, გამოცდილებებსა და რეალობაზე, რომელშიც ცხოვრობთ. გამარჯობა, მე ვარ თამარ მიქაძე, 27 წლის, ცხოვრობ გურიაში, კერძოდ ოზურგეთში. პროფესიით ვარ საზოგადოებრივი გეოგრაფი, თუმცა ამ პროფესიით არასდროს არ მიმუშავია და ჩემი მთლიანი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აქტივიზმს, მოხალისეობას. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ვიცოდი, რომ საკუთარ თავს ჩემს ქალაქში ვხედავდი, ვიცოდი, რომ მინდოდა, რომ ჩემი რესურსი აქ გამომეყენებინა და ადგილობრივ დონეზე მომიხდინა ცვლილებები უკეთესობისკენ, შესაბამისად უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დავბრუნდი ოზურგეთში. ოზურგეთში დაბრუნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ასრულებ და პირველ ნაბიჯებს კარიერაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ზოგადად რთული არა მხოლოდ რეგიონში, არამედ თბილისშიც, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა განსაკუთრებით რთულია ეს რეგიონში და ძალიან დიდი დისკომფორტი შემექმნა და საკუთარი თავის რწმენა შემერყარო, შევძლებდი თუ არა აქ რაიმეს კეთებას და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გაცვლითი პროგრამით გარკვეული პერიოდი წავსულიყავი საქართველოდან, წავედი პოლონეთში. იქ მუშაობდი საკმაოდ საინტერესო პროგრამაზე, უნივერსიტეტებში, სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებებში ახალგაზრდებს ვაცნობდი საქართველოს, მის კულტურას და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მას შემდეგ, რაც დავბრუნდი საქართველოში, კვლავ გადავწყვიტე, რომ ოზურგეთში მეცხოვრა და აქ მეცადა ბედი კიდევ ერთხელ და მუშაობა დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციაში და მას შემდეგ ჩემი მთლიანი სამუშაო გამოცდილება ზუსტად არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა ტიპის პროექტებს და ადგილობრივი საზოგადოების და არა მხოლოდ გაჯანსაღებას ემსახურება. ის რო ვრცლად არ გავაგრძელო, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს გამოვყოფ ჩემს ცხოვრებაში და ასევე კარიერული თვალსაზრისითაც, რასაც დღევანდელი ჩემი ყოფაც და აქტივობებიც უკავშირდება. მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, ადგილობრივ დონეზე საქართველოში პრორუსული ძალები, კონკრეტულად ალტ-ინფო გააქტიურდა და მათ გადაწყვიტეს, რომ ყველა რეგიონში, ქალაქში გაეხსნათ ოფისები, რასაც რა თქმა უნდა ადგილობრივ დონეზეც მოყვა ძალიან დიდი პროტესტი და მახსოვს ზუსტად, რომ რაღაც ჯგუფის შექმნით და 15 წუთში, როდესაც გავიგეთ, რომ სადღაც ისინი ოფისს ხსნიდნენ, ეს ოზურგეთისთვის მართლა უპრეცედენტ რაოდენობის ადამიანი იყო, რომ 15 წუთში შეიკრიბა უამრავი ადამიანი მათი ოფისის წინ და ეს იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი პროტესტი და აქედან დაიწყო ჩემი აქტიური აქტივიზმი, ასე ვთქვათ, ოზურგეთში. აქ ისე მოხდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაუკავშირდით, იქ ძალიან სპონტანურად ერთმანეთს არც კი ვიცნობდით, თუმცა რაღაცნაირად შეგრძნებების დონეზე მივხვდით, რომ ჩვენ რაღაც უფრო დიდი საქმე უნდა გვეკეთებინა და ეს ჩვენი კავშირი არ უნდა დასრულებულიყო და ჩვენი ბრძოლა არ დასრულდებოდა მხოლოდ აი ამ პრორუსული ძალასთან ბრძოლით და ყველანი ვაანალიზებდით მაშინვე, რომ ჩვენ ვიყავით უფრო დიდი გამოწვევის წინაშე და მაშინაც ვიცოდით, რომ ქართული ოცნება რაღაც ჯოჯოხეთურს გვიმზადებდა და ვიცოდით, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იდგა და ზუსტად აქ მოხდა სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ჩამოყალიბება და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მთელი არსებით მე და ჩემი მეგობრები 12 ვართ აი ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, მოძრაობის დამფუძნებელი, მთელი ჩვენი რესურსით იქნება ეს გონებრივი თუ ფიზიკური თუ რაც, გავერთიანდით აი ამ იდეის გარშემო, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დღესაც იმავე და უფრო დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ამჟამად გვაქვს მოქმედი მოძრაობა და კიდევ ხაზს გავუსვამ სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის. ჩვენ ვართ რეგიონში, შეიძლება ითქვას, ერთადერთი აქტივისტური ჯგუფი, რომელიც პასუხობს ყველა მიმდინარე პრობლემასა და გამოწვევას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით. ვართ ჩართული ძალიან ბევრ აქტივობაში, არა მხოლოდ ადგილზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში
ვაკვირდებოდით არჩევნებს, ვიღებდით მონაწილეობას აი ამ დამკვირვებლების ტრენინგებში, რეკრუტინგში, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული ამ წლების განმავლობაში, თუმცა მთავარი ხაზი მაინც რაც არის ამ ორგანიზაციის არის თავისუფალი აქტივისტური სულისკვეთება, რაც ჩვენი მოძრაობის სახელშიც ჩანს, რომ ეს არის მოძრაობა თავისუფლებისთვის და ჩვენ არც ერთი წამით არ გავჩერებულ ვარ და არ დაგვიხევია ერთი ნაბიჯით უკან ამ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა ქვია და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის მისია. ამ ყველაფერს ძალიან დიდი სირთულეებით ახლავს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეზე და ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამაზე, თუმცა მოკლედ რომ თქვა, პირველ რიგში ეს არის ის, რომ ხშირად გქონია ეგეთი მომენტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, რომ აი რა სჭირს ამ ხალხს, რატომ არ გამოდიან გარეთ, რატო არ ისმის ჩვენი რაღაცა, ჩვენი შეხედულება, ჩვენი გულის ტკივილი, რატო არ იზიარებენ ამას და რატო არ დგანან ჩვენ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთში და არა მხოლოდ ოზურგეთში, მთლიანად გურიაში ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად შეინიშნება ეს ბრაზი და ჩვენ მართლა უპრეცედენტო სიდიდის აქციებიც გქონდა ბოლო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მაინც არის ხოლმე ეს გულის ტკივილი, რომ ხალხი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული. თუმცა რატომ ხდება ეს, რომ არ არის ესე აქტიურად ჩართული? იმიტომ რომ რეგიონში არის ტოტალური სიღატაკე. რაც ეს ბოლო თოვლის ამბებმაც, ამ სტიქიებმაც გვაჩვენა. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც აქტიურად ვარ ჩართული რეგიონალურ დონეზე აქტივიზმში, ყოველ დღე და ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით იმას, რომ ვიღაცას ეშინია, ვიღაცა სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. ოზურგეთი ძალიან პატარა ქალაქია და ყველა რაღაცნაირად ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ის იქნება ნათესაური კავშირი, მეგობრობა, ნაცნობობა თუ ასე შემდეგ და ქართულ ოცნებას ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან თანმიმდევრულად და გეგმით აქვს ნამუშევარი, რომ ისედაც გაჭირვებული რეგიონი და ისედაც მოწყვლადი ხალხი ბოლომდე ტოტალურად გაიხატაკებინა და მათზე დამოკიდებული გაიხადა და რასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენ აქ რეგიონალურ დონეზე ვაწყდებით. თბილისში ეს პრობლემა ალბათ დგას, თუმცა ბევრად ნაკლებად, იმიტომ რომ მათ იქ ხალხს არ ექნება იმის შიში, რომ ისინი თუ ხმას ამოიღებენ, ის რაღაცა შემწეობა, რომ სოციალურად დაუცველი შემწეობა 300 ლარი შეიძლება მოიხსნათ და საკუთარი შვილები დარჩნენ სრულიად მშიერი და იმ პერსპექტივის გარეშე საერთოდ რაც ასე თუ ისე აქვთ. ჩვენ აქ დავდივართ სოფლებში უკვე 2 წელია ჩვენი ერთ-ერთი ვთვლით, რომ ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ფაქტორი არის ადამიანებთან პირისპირ საუბარი და ჩვენ 2 წელი ამას აქტიურად ვაკეთებთ და მე საკუთარ თვალებს და ყურს არ უჯერებდი ხოლმე ისეთ სიღარიბესთან გვაქვს საქმე და ისეთ кейსებს ვაწყდებოდი, რომ ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ თუ ზამთარში მოვკვდები, ვერ დამარხავენ, იმიტომ რომ ჩემთან ტრაქტორიც კი არ ამოდის, მათ არ აქვს, რა ვიცი, წყალი. მათ ფიზიკურად ვერ დაელაპარაკები მაღალ მატერიებზე და ვერ მოსთხოვრო თავი გაწირე რაღაცის გამო, როდესაც პრობლემა აქვს, რომ დღეს შულს რა აჭამოს და ხვალ შულს, რა ვიცი, სკოლაში როგორ გაუშვას, იმიტომ რომ ფეხსაცმელი არ აქვს და შეიძლება იმ სკოლაში საერთოდაც ორი ბავშვი სწავლობდეს და რაღაცა ტრანსპორტი არ იყოს, რომ უკეთეს მოცემულობაში აღმოაჩინოს თავისი შვილი და უკეთესი განათლება მისცეს. ანუ იმდენი პრობლემის წინაშე დგას ეს ხალხი და იმდენად შეშინებულები არიან და იმდენად დამოკიდებულები არიან რაღაცა ქართულ ოცნებაზე, დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, რომ ძალიან რთულია მათ ეს შიში ერთი ხელის მოსმით გაუქრო. ჩოხატაურში, სადაც 18,000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან 11,000 არის სოციალურად დაუცველი, რა ვიცი, ანუ წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს მოვთხოვოთ რომ რაღაცა საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ყოველდღიურობა გვერდით გადადონ და რაღაცა მაღალ მატერიებზე ვაფიქროთ. თუმცა გულწრფელად რო ვთქვა, მაინც ბრაზდები ხოლმე, იმიტომ რომ ის მოცემულობა, რაშიც დღეს ჩვენ ვართ, რომ ვხედავენ, როგორ შეიძლება, რა ვიცი, გვაწამებდნენ, გვიჭერდნენ უდანაშაულოდ და მართლა წირავდნენ რაღაცა ჯოჯოხეთისთვის, აქ
ჩემთვის ხო რაღაცნაირად ცოტა ეს მატერიალური საკითხები მეორე ფლანგზე გადადის და პირველ ფლანგზე გადმოდის ადამიანური და მაინც ბრაზდები ხოლმე ემოციურ დონეზე, თუმცა როდესაც შემდეგ ამ მიზეზებზე ფიქრს ვიწყებ, რაციონალურად ვაანალიზებ რა მოცემულობაში ვართ და მე იმაზე ფიქრს ვიწყებ, რომ რანაირად შეიძლება ხალხს ვუშველოთ, იმიტომ რომ ისინიც მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ამ ბრძოლას როცა მოვიგებთ, ჩვენ მათ გვერდით უნდა გავაგრძელოთ ყოფა. განსხვავებს რეალურად ჩვენ, ანუ თავისუფლებისთვის მებრძოლებს მეორე მხარისგან ესე მოვიხსენიებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი უპირატესი ადამიანის კეთილდღეობა, მის თავისუფლება და მისი ღირსეული ცხოვრება, ხოლო მათთვის ეს აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტების სიაში, ძალიან ქვემოთ დგას, შეიძლება არც კი იყოს და ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ აი როდესაც სტიქია მოხდა და ის ხო ცოტა ბევრი მეკამათება ამაზე, თუმცა მე თავიდან ვერ დავარქმევდი. ეს იყო დიდ თოვლობა უბრალოდ, რომელიც შემდეგ de facto ხელისუფლებამ აქცია სტიქიად თავისი სრულიად მოუმზადებელი და რაღაცა ეგოისტური ხედვებით თუ რაც არის. ხო, ჩვეულებრივი რაღაცა თოვლი მოვიდა თებერვალში, მე მგონი ეს ჩვეულებრივი ფაქტია. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, თუმცა ისეც ძალიან რაღაცნაირად ხო კომპლექსური ამბავია და ამას ცოტა გავშლი. მოკლედ იყო ის, რომ მოვიდა თოვლი თებერვალში, ამათ რაღაცა ძალიან არასერიოზულად მიიღეს ეს ყველაფერი. რა ვიცი, ამინდის პროგნოზი ყველას გვაქვს და შეეძლოთ რომ ჩაეხედათ, რომ 6 დღე გადაუღებლად თოვდა, მობილიზება გაეკეთებინა და პრევენციისთვის, რა ვიცი, ჩამოიყვანათ სხვადასხვა რეგიონებიდან ტექნიკა, ცოცხალი ძალა თუ ასე შემდეგ, ეს არ გააკეთეს და როდესაც უკვე მეორე თუ მესამე დღე იყო და ჩვენ რომ მივხვდით, რომ მოქალაქეები რომ მივხვდით, რომ სიტუაცია იყო უკონტროლო და ძალიან მძიმე დავტეხეთ განგაში და დავიწყეთ მობილიზება და მივხვდით, რომ ეს ხალხი საშველი იყო. მას შემდეგ ამათაც რაღაცა დაიწყეს მოქმედება თითქოს ოფისში იყო ეს რაღაცა შტაბი, სადაც მე არ ვიცი დღემდე მართლა ვერ გამიანალიზებია იმ სოლიდარობის ის რაღაცა ხარისხი და ემპათიის ის ხარისხი, რაც იმ დღეებში აქ ტრიალებდა, იმიტომ რომ ხალხი მოდიოდა არსაიდან, ანუ არ ვიცოდით ფაქტობრივად ვინ იყო ეს ხალხი. დღემდე ბევრი სახეზე მახსოვს, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი. მოდიოდნენ, სიკეთეს აკეთებდნენ და ანუ არსაიდან მოდიოდნენ და ქრებოდნენ. იმ დღეებმა მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად ემოციურად არ მიგვეღო ეს რაღაცა ყველა ზარი და იმ ადამიანების მდგომარეობა, რასაც გვიყვებოდნენ, მერე წამოვიდა ეს ყველა ემოცია, იმიტომ რომ იმ მომენტში რაღაცა საქმე იყო გასაკეთებელი, კიდევ უფრო დაგვანახა, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ეს ხალხი, იმიტომ რომ ხალხი გთხოვდა ელემენტარულად საჭმელს, წამალს, წნევის წამალს, რაღაცა პამპერს, ბავშვის კვებას, ანუ რისი ნიშანი არის ეს, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ადამიანს არ აქვს საფიქრალი იმაზე, აი დღეს რა ჭამოს, ანუ ადამიანს რომ 3 და 4 დღის მარაგი საკვები სახლში არ აქვს, ნიშნავს, რომ ის თვითგადარჩენაზე ორიენტირებული და მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობს. ამაზე პასუხისმგებელიც არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომ ესე ტოტალურ სიღატაკეში ამყოფებს მოსახლეობას. ის ფაქტი, რომ რაღაც ადამიანს იმის ფული არ აქვს, რომ სახურავი ისე გადახუროს, რომ ხოლმე არ ჩამოუქციოს და მთლიანი ნაშრომი და ნატყოლები მთელი ცხოვრების ერთ დღეში არ გაუნადგუროს, იქიც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ფრაზა ისმოდა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და თითქოს ხალხიც რაღაცნაირად მაყოფილი იყო ამითი და ამასაც შეაჩვიეს იდეაში წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ხალხს აიძულებენ, რომ ეს მადლიერების გრძნობა და ანგარიშვალდებულება გაუჩნდეს, ადგილობრივი თუ არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, იმის გამო, რასაც ისინი უკეთებენ და ჩვენ არ გვაქვს ის გააზრებული, ხალხის არაა გააზრებული, რომ რეალურად ეს ხალხი არის ჩვენი დაქირავებული, ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს და როგორც ისინი მიდიან, რა ვიცი, როგორც მაგალითად კონსულტანტი მიდის მაღაზიაში ყოველდღე და თავის მოვალეობას ასრულებს და თუ ამ მოვალეობას არ შეასრულებს პირნათლად მას სამსახურიდან დაატოვებინებენ, ეგრე არის, რა ვიცი, მერის წარმომადგენელი, მერი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელსაც ჩვენ ფულს ვუხდით ჩვენივე ჯიბიდან, რომ რაღაცები შეასრულოს და თუ ამ მოვალეობას ვერ ასრულებს, ესე იგი ის უარგისია, არაკომპეტენტური და ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავინახეთ, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად ამადლიდა იმას, რომ რაღაცა გზა გაგიწმინდეთ, საჭმელი მოგიტანეთ. კი, ანუ ეგ მაგათი პასუხისმგებლობა არის და ის რომ აი ყველაფერს აკეთებენ, პრობლემაც ეგ არის, რომ ეგ რო არის ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ და ადამიანები მართლა ამას ჩაიხოცნენ იქ თოვლში, ანუ თოვლი რო კლავს ადამიანს და თოვლს რო ვერ უმკლავდები,
მეწყერს რო ვერ უმკლავდები, არანაირი გეგმა რო არ გაქვს და რაღაცა კრიტიკულ მომენტს რო ელოდები და ლაშა ტალახაძე რო ჩამოყავს და ირაკლი კობახიძე რო ჩამოყავს და იქ რო რაღაცა სუფრას უშლი და თურმე სხედან და გეგმაზე მუშაობენ, როგორ უნდა გადაარჩინონ ხალხი. ანუ ეს იმდენად ფასადური არის და იმდენად მარაზმატიკული არის, რომ ეგეთ გგონია მათ თავისი ამორჩეველი, რომ ეს უნდა ჭამონ. სიტყვებიც არ მყოფნის. მას რო დავუბრუნდე, რა ხდებოდა და რატომ მოუყევი საერთოდ ეს ამბავი არის ის, რომ ამ პროცესებმა დაგვანახე ის, რომ ამ ხალხს მაინც და მაინც თოვმა კი არ გაუჭირვა, ანუ ამ ხალხს უბრალოდ უჭირდა. ამ ხალხს ნებისმიერ კარგამინდშიც, საფხულშიც აქვს იმის პრობლემა, რომ ჭამოს და საფხულშიც აქვს იმის პრობლემა, რომ რაღაცა იქიმთან მივიდეს და წამალი იყიდოს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი არის მხოლოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ტოტალური სიღატაკე აშენეს. რატომ? იმიტომ რომ ძალიან მარტივია შეშინებული, მშიერი, მოწყვლადი ადამიანის დამორჩილება, ისევ წინა საარჩევნოდ, როგორც აკეთებენ ხოლმე, რომ რაღაცა ამ ფულხაძლევენ, ან აშინებენ, ან რაღაცა მართლა ტერორში ამყოფებენ ამ დასაქმებულ ადამიანებს და იმათაც სხვა გზა არ აქვთ, რომ მათ დაემორჩილონ. ამის პარალელურად, რაც ასევე ძალიან მე ემოციურ დონეზე მართლა ეს უკვე ნათქვამი მაქვს, სადღაც აღარ მახსოვს, რომ არ მქონდა მოლოდინი, რომ ესენი ან ითანამშრომლებდნენ, ან მადლობას გადაგვიხდიდნენ, ან საერთოდ მათთვის რამე ღირებულება იქნებოდა მოხალისეების გაწეულ შრომას. იმ წამიდან, რაც მოხალისეებმა აქტიური მუშაობა დაიწყეს ხალხის გადასარჩენა და დასახმარებლად, ეს რაღაცა შავი პიარის მანქანები ძალიან აქტიურად ამოქმედდა და დაიწყეს ეგეთი message box-ი შეიმუშავეს, რომ მოხალისეები ხალხს გვიშლიან, შეაჩერეთ თუ რა ვიცი რისკენ მოგვიწოდებდნენ, რომ მოხალისეები ხალხს გვიშლიან. მათ უნდათ შეექმნათ ხალხში ეგეთი განცდა, რომ თითქოს ისინი ყველაფერს უმკლავდებიან, თითქოს ყველაფერი კარგადაა და ესეთი შემთხვევებიც ქონია, რომ ვურეკავდით რაღაცა სოფლის მერის წარმომადგენელს და გვეუბნებოდა, რომ ტელეფონს ნუ ვიკავებ და გვითიშავდნენ, ან რაღაცა ინფორმაციას რაღაცაზე არ გვაწვდიდნენ, არადა ჩვენი მოხალისეები იყვნენ ეს თასვლელი ხალხი. ის ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ მომენტებში და კრიტიკულ кейსებზე პირველები მიდიოდნენ მართლა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენ მაშინ ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ აი რა ვიცი, ვინ კოცი არის, ვინ არის, ანუ ჩვენ ყველასთან მივდიოდით გულწრფელი სურვილით, რომ მათ დავხმარებოდით. და აი ეს ერთიანობა და ეს სოლიდარობა და ეს მართლა რაღაცა ერთიანობის აქტი რო დაინახეს, ამაზე შეძრწუნდნენ ესენი და როგორც ჩვევია ბიძინა ივანიშვილს, რომ თუკის სადმე რაღაც ერთიანობას და იმ ჩვენ რაღაცა სიყვარულის გამოვლინებას და ბედნიერების გამოვლინებას დაინახავს, რომ უნდა ჩაკლას, ასევე ცდილობდნენ, რომ ჩაეკლათ ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ რისკის ქვეშ იდგა ადამიანების სიცოცხლე, ბავშვების სიცოცხლე, მოხუცების, უამრავი რა ვიცი, რაღაცა ავადმყოფი იყო, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროების წამლები ჰქონდა და ამ ბრძოლაში ვიყავით პარალელურად ამათთან და პარალელურად კიდე რაღაცა ადამიანების სიცოცხლე უნდა გადაგვერჩინა. თუმცა კიდევ იმას დაუბრუნდები, რომ ჩვენ შორის არის ეგ განსხვავება, ჩვენ გულწრფელი სურვილი გვაქვს ხოლმე, რომ ადამიანებს დავეხმაროთ და იმათ აქვთ რაღაცა ანგარებით და ეგოიზმით გაშღენთილი მხოლოდ რაღაცა საკუთარ კეთილდღეობაზე და პიარზე თუ რაღაც ჩანდაბაზე მორგებული სურვილი, ძალაუფლების შენარჩუნების და ყველაფერში იგრძნობა ეგ ყველა ნაბიჯი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ რაღაცნაირად ეს ასევე უკავშირდება იმ სირთულეს, რაც რეგიონში არის. აქ რო ხარ, რაღაცნაირად შეიძლება გეგონოს, რომ ცენტრს ხარ მოწყვეტილი და მარტო ხარ ამ პროცესებში. ანუ შეიძლება გეგონოს, რომ ეს ბაბლიკი ყავს რაღაცა ფართო სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ, მაგრამ აი როდესაც აქ გიწევს ადგილზე რაღაცა პრობლემებთან შეჯახდება, მაინც იმისი განცდა გაქვს, რომ აქ ხარ მარტო და აქ ბევრად პატარა ის რაღაცა ბუშტი ყავს შენი, ბევრად ნაკლები ადამიანს ისმის შენი გულის ტკივილი, ბევრად ნაკლები ადამიანი შეიძლება დაგიდგეს გვერდით რაღაცა მოცემულობის დროს და ეგ არის რეგიონალური პროტესტის ძალიან დიდი გამოწვევა. თუმცა აი ამ გურიის ამბებმა დაგვანახა, რომ ანუ ჩვენი მოძრაობა და მე პირადად აქტიურად ვარ ჩართული ასევე თბილისის პროტესტში და რაღაცა თვეში 5 დღე მაინც ვცდილობ ხოლმე, რომ იქაც ჩემი ვალი მოვიხადო და იქეთ ვატარებ ხოლმე და ანუ იქაურობა ყველას ვისაც ერთხელ მაინც რუსთაველზე გაუვლია, იცის რა დონის სრუნვას და რაღაცა ერთმანეთის სიყვარულს და სოლიდარობას აქვს ადგილი რუსთაველზე და გურიაში დავინახე, რომ რაღაცა საჭიროება გაჩნდა
და ეს საჭიროება და ეს რაღაცა დახმარება არ იყო გამოწვეული არა მხოლოდ რაღაცა ვიღაცის ახალი არჩევნებით ან პატიმრების გათავისუფლებით ან რაზეც რაღაცა ძალიან საყოველთაოდ თანხმდებით, არამედ ეს იყო რაღაცა ყოფითი პრობლემა კონკრეტულად ერთი რეგიონის და აი მართლა ერთ საათში თუ რა ვიცი რამდენიც იყო ამ ჯგუფის შექმნიდან მივხვდით რომ აქ რო ხალხი მოდიოდა და სახეზე რომ მინიმუმ ეცნობოდა ვხვდებოდი რომ რუსთაველზე მყავდა ეს ხალხი ნანა რუსთაველის ერთიანობა აი ესე აღებული გადმოინაცვლა ოზურგეთში გურიაში ჩოხატაურში ლანჩხუთში და ამისი განცდა რომ მარტო არ ვართ აქ არა მხოლოდ რაღაცა საერთო და საყოველთაო პრობლემებთან და გამოწვევებთან არამედ მარტო არ ვართ და ერთმანეთი გვყავს ნებისმიერი გაჭირვების დროს რა ის იყო ძალიან ისეთი აღმოჩენას ვერ დავარქვევდი იმიტომ რომ ამ ხალხის იმედი მე მართლა ყოველთვის მაქვს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება იყო იმისა რომ არსად ჩვენ მარტო არ ვართ და აი ამ სოლიდარობას რომ ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ ანუ რანაირად გვაქვს ერთმანეთი იქნება ეს რა ვიცი ჯარიმა იქნება პატიმრების დახმარება იქნება მათი მშობლების გვერდით დგომა იქნება ღამის გათენება ჩვენმა საზოგადოებამ რაღაცნაირად აი ამ პროცესს რო გავივლით იქნება იმდენად დაწურული და დაკრისტალებული და იმდენად არ საზოგადოება შევდექით ამ რაღაცა ბრძოლაში რომ ჯერა რომ ეგ ამ გამარჯვების შემდეგ ბევრად ანუ უდიდეს ნაყოფს გამოიღებს long term სამომავლო პერსპექტივაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს სოლიდარობის და ერთმანეთზე სრულნვის განცდამ გაიაროს გამარჯვების შემდეგ და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ამ პროცესებში, რაც ასევე რეგიონის გაძლიერებაზეც აისახება, იმიტომ რომ ამ პროცესებში მიუხედავად იმისა, რომ მე აი ამ სამოქალაქო სექტორში ვარ ჩართული და ყოველთვის ვცდილობდი, რომ რეგიონის პრობლემები გამეტანა ცენტრში და ყველგან ამ პრობლემებზე მისაუბრა და ასე შემდეგ და ყოველთვის საუბრობდი რა გურიის პრობლემებზე, სიღატაკეზე, ტრანსპორტზე, დასაქმებაზე და ასე შემდეგ. მაინც ყველა ვინც ჩამოდის ხოლმე და ამას თავის თვალით ნახულობს, მაინც ყველა გაკვირვებულია. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოორდინაცია და უფრო მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან და აი ამ ბოლო პერიოდში და ამ პროცესებში აი მისი საჭიროება მხოლოდ რეგიონის ხალხმა, ანუ აქედან იქეთ საჭიროება კი არა დამდგარა. ყველა ხედავს უკვე რომ რეგიონის ხმა ყველგან უნდა ისმოდეს და რეალურად რა ხდება რეგიონში აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან რაც ცენტრში ჩანს და ამისი მნიშვნელოვანი ძვრებიც არის სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად მთლიანად ამ აქტივიზმში რომ ყველა რაღაცნაირად ცდილობს რომ კონტაქტი რეგიონთან შეინარჩუნოს თვითონ ჩამოვიდეს ნახოს რა ხდება და ეს ერთიანი ქსელი რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდეთ რეგიონები ერთმანეთს ვიცნობდეთ ყველა რეგიონის ცენტრს იცნობდეს და ხელჩაკიდებულებმა გავიტანოთ ერთმანეთი ბოლო პერიოდში ბევრად უფრო გაძლიერებულია რაც ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ასევე დიდად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ უკეთესი ქვეყნის შენების გზაზე, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. რაც შეეხება პროტესტს და ზოგადად იმ ყველაფერს, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი ხოლმე და ჩემთვისაც პერსონალურად ანუ მძიმეა იმ კუთხით, რომ ზოგადად მოცემულობა ძალიან მძიმე გვაქვს და ჩემთვისაც პერსონალურად არის мотиваცია, ანუ გარდა იმისა, რომ ქვეყანამ კურსს გადაუხვია, მომავალი აღარა გვაქვს, დასავლეთი და ცივილიზაციის კარი ჩვენთვის იხურება. მე რაც ყველაზე დიდ ბუსტს მაძლევს ხოლმე, რაც გაჩერების საშუალებას არ მაძლევს, არის პატიმრები და ის ხალხი, ვის ადგილასაც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანი ყოფილიყო. და იმაზე ფიქრი, რომ ეს ხალხი იქ არის და მათი ერთადერთი იმედი ვართ ჩვენ, მე რაღაცა ფიზიკურად მართლა არ მაძლევს დანებების საშუალებას რა. და ეს რაღაცნაირად უკვე ისეთ ეტაპზე ვართ, აი მაგალითად 31 მარტის აქცია რო იყო, ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, ფიზიკურად არ ვიყავი კარგად და ჩამეძინა და რომ გამეღვიძე, ვნახე რომ 8 საათი იყო და ვფიქრე, კიდე ცოტა ხანი ხო არ დავიძინო თქო და უცებ გამახსენდა რა ის ხალხი დმანისიდან 100 კილომეტრს გამოდიოდა ფეხით და ანუ იქედან მართლა 3 წუთში უკვე ჩაცმული ვიყავი და მეტროსკენ მივდიოდი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით კიდე პატიმრების წინაშე პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ გარდა სხვა არანაირი გზა არ დარჩენია თავისუფლების, მეც და ჩემი რგულებაც ყველას ძალიან პასუხისმგებლობით და мотиваციით ავსებს და ეს მართლა რა ვიცი უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი პერმანენტული და ხანგრძლივი
პროტესტი და მე ვერ წარმომიდგენია თავისუფლების ამხელა სურვილი და ამხელა ბრძოლის უნარიანობა, რაც ჩვენ გამოვავლინეთ რაღაცნაირად ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიეროს და ამან ჩვენ არ მიგვიყვანოს გამარჯვებამდე, იმიტომ რომ მართლა ვიმსახურებთ ამას, ანუ უკვე სადმე რამე ყვანოთი არსებობს დედამიწაზე, ამისი ძალიან წამს, რომ ეს რაღაცა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაცემული ენერგია და სულისკვეთება უკან გამარჯვების სახით აუცილებლად დაგვიბრუნდება. იმიტომ რომ ხო სხვანაირად არ შეიძლება უკან დასახდევი გზა ჩვენ უკვე აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ისეთ მღურიე მდინარეში ვართ შესულები, რომ ან გავწმენთ ამას და გავიმარჯვებთ, ან ყველანი დაღუპულები ვართ რა. არ მიგრძნობს გული რა დაღუპულები ვართ. მე მჯერა ამ ჩვენი ერთიანობის, მჯერა ამ ბრძოლის უნარიანობის და პირველ რიგში რაც არის მჯერა თავისუფლების სურვილის და თუ რაღაც ადამიანმა ერთხელ მაინც განიცადა ეგ ჭეშმარიტი თავისუფლება რაც არის, ამისთვის ბრძოლას ვერ შეწყვეტს, ანუ მაშინ გამოდის რომ რაღაცა საკუთარ თავში მოკლა და თუ საკუთარ თავში იქ თავისუფლების სურვილი მოკალი, მაშინ ჩემი აზრით აღარ აქვს რა აზრი საერთოდ ყოფას და ამ პროცესებმა გვაჩვენა რომ იმდენი თავისუფლების მოყვარული ადამიანი არის ჩვენ ქვეყანაში, რომ ეს ერთიანი ენერგია ვერსად ვერ წავა და მას წინ ვერ დაუდგება ბიძინა ივანიშვილი კი არა, რა ვიცი. ვერავის ერთად ამ სამყაროში. ამიტომ ისე მჯერა რომ ერთიანობით ყველაფერი გამოგვი.